თბილისში ერთდროულად მოძრაობს დაახლოებით 650,000 მანქანა. ყოველი მეშვიდე მანქანა შეიძლება ამოვარდეს თბილისში. კი, ოღონდ თან ამოვარდეს როგორ რაღაცა იძულების და იმის წესგერ უფრო კაი შეთავაზებით, რომ იმ ადამიანს ეუბნები, რომ გასვალობ რა გავაჭერე მანქანა და იმ მოძრავეს ადრეს გინდა მოდიხარ. რეალურად რომ ძალიან ბევრი მანქანა შემოდის, ეხლა არც ხელოვნური ინტელექტი უნდა, არავის ვის თვალებია ხედავს რა ხდება, ხო? საათზე მეტი 2 საათამდე დრო არის ხოლმე ხანდახან, როცა უყვეტი საცობი არის. აი ამ რაოდენობის მანქანებს დაახლოებით თბილისში შემოყავს დაახლოებით 120,000 მოქალაქე ყოველდღიურად. სახელმწიფომ დახარჯა ფული იმისთვის, რომ გაიზარდოს რუსთავის მოსახლეობის ქონება, ბაბა, სახელმწიფომ დახარჯავს 50 მილიონ ამერიკულ დოლარს, კაპიტალიზაცია ამით მოხდება 450 მილიონი დოლარი. უძებნოთ სწორი ადგილი, სადაც შეიძლება გაკეთდეს ეგეთი ძალიან დიდი ჰაბი, რომელიც იქნება 10-15,000 მანქანის დაპარკინგების საშუალება, ინდა თქვა საკუთარი მანქანით მოვიდეს იმ ზონაში, იმ ჰაბში, გააჩეროს თავისი მანქანა და მერე უკვე პრაქტიკულად ის უკვე ჩართული არის თბილისის სატრანსპორტო ქსელში. ამის დასაზუსტებლად Urban Media დაამონტაჟა სპეციალური მოწყობილობები, რომელიც დაითვლის თბილისის ამ სამი ძირითადი შემოსასვლელიდან მანქანების ზუსტ რაოდენობას. მოგესალმებით, დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი ირაკლი როსტომაშვილი, არქიტექტორი და სასაუბრო თემა დღეს გვექნება თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, საცობები და მისი გამომწვევი მიზეზები. ირაკლი, შენ გაქვს საინტერესო მოსაზრება, როგორ შეიძლება ამ პრობლემის ნაწილობრივ გადაწყვეტა და შველა, რა თქმა უნდა, ეს მსოფლიო გამოწვევაა და არ არის მხოლოდ ლოკალური პრობლემა და ვერ გადაიჭრება 100%-ით და ისე რომ როგორც დაუშვათ 50-ან 60-ან წლებში იყო ქალაქებში მოძრაობა, ესეთი ვეღარაზოს ვეღარ დაბრუნდება, ნუ სანამ არ გადავალთ უკვე საფრენ აპარატებზე და დრონებზე, რომელიც მე ღრმად მწამს, რომ ძალიან მალე იქნება. მოგვიყევი ამ იდეის შესახებ, რამ შეიძლება უშველოს ამ ძალიან გადატვირთულ მოძრაობას ქალაქში. კი ბატონო, ესე იგი მე დავამატებ ერთს, რომ ეს მარტო საცობები არ არის. ამის გამო არის სწორედ პრობლემა საპარკინგი ადგილებზე, ამის პრობლემა არის ეკოლოგია, ამის პრობლემა არის ხმაური და ასე შემდეგ. ანუ ეს მთელი წყობრივი პრობლემებია, ამაზე აი სწორედ აი ამ გადაჭარბებული ძალიან დიდი რაოდენობის მანქანებიდან გამომდინარე. ეხლა ჩვენ პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ ეს დავთვალეთ ძალიან მიახლოებით და თქვათ აი თუნდაც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და რაღაცა ინფორმაცია მოგვიძიეთ. Urban Media აკეთებს ამ გაციფრულებას და მონაცემების უკვე ზუსტი მონაცემები გვექნება, რომელიც უფრო ნათელსყურაც დაგვანახებს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია ეს ძალიან კარგი მიახლოებით, თქვათ ამ თემაზე ვისაუბროთ. აი ჩვენ თუ ავიღებთ მონაცემს, ხა ყველა სხია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციებია, თბილისში ერთდროულად მოძრაობს დაახლოებით 650,000 მანქანა. დარეგისტრირებული თბილისში არის 810,000 მანქანა. ეხლა ესეც ათეული სიზუსტით არის, ცხადია ესე. და აქ ძალიან დიდ როლს თამაშობს თბილისში აი ამ მოძრაობის იმაში, რა ქვია, რაღაცა სურათის, ერთიან სურათის შექმნაში შემოსული მანქანები. ამას ეს ყველა საანადულად შეუძლია ეს ნახოს, რა ხდება ხოლმე დილის საათებში თბილისის შემოსასვლელებში და იგივე ადგილებზე საღამოთი. ანუ აი რა რაოდენობის მანქანა შემოდის და გადის და ქმნის საცობებს. აი მაგალითად რუსთავის მიმართულებით, კახეთის მიმართულებიდან, დასავლეთის მიმართულებიდან საათზე მეტი 2 საათამდე დრო არის ხოლმე ხანდახან, როცა უყვეტი საცობი არის. და ჩვენი მონაცემებით რუსთავიდან, აი იმ მიმართულებიდან, აი ფონიჭალის მარნეულის თქვათ, აი იმ მიმართულებიდან დაახლოებით 25,000 მანქანა შემოდის თბილისში. კახეთიდან შემოდის დაახლოებით 20,000
და დასავლეთიდან შემოდის დაახლოებით 30,000 მანქანა. ეს არის დაახლოებით 75,000 მანქანა და ჩვენ თუ ვიანგარიშებთ თბილისში აი ამ მოძრავი მანქანების დაახლოებით 12-15% სწორედ ეს მანქანები არის. ანუ 15%-ის ეხლა ძალიან უხეშად ვამბობ, აი ამის რაღაცნაირად თქვათ შემცირება 15%-ით. ეგ სერიოზული შვება არის თქვათ Mhm. ქალაქისთვის. და ასევე ვთქვათ, აი ამ რაოდენობის მანქანებს დაახლოებით თბილისში შემოყავს დაახლოებით 120,000 მოქალაქე ყოველდღიურად. დაახლოებით ყოველი მეშვიდე მანქანა, ანუ ქალაქში შემოსულია რეგიონიდან. კი. ეს ლაპარაკი არის აი ამ ზონებიდან, რუსთავი ვთქვათ, სამხრეთ საქართველოს მხრიდან, კახეთიდან და დასავლეთიდან. და ეს ვთქვათ აქაც, რომ ეს ციფრი არ არის ზუსტი და ამის დასაზუსტებლად Urban Media დაამონტაჟა სპეციალური მოწყობილობები, რომელიც დაითვლის თბილისის ამ სამი ძირითადი შემოსასვლელიდან მანქანების ზუსტ რაოდენობას და გვექნება სხვადასხვა დღეებში მონაცემები, კვირის სხვადასხვა დღეებში მონაცემები უკვე ზუსტი, რამდენი მანქანა შემოდის თბილისში და რამდენი მანქანა გადის საღამოს თბილისიდან. და ჩვენ თქვათ ამ მიმართულებით, საკმაო ხანია ვმუშაობთ და ჩვენ თქვათ ჩვენ პარტნიორებთან, ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან აი ამ და ეს გზა მაგალითად გავლილი აქვს ევროპის ქვეყნებს დაახლოებით 10-15-20 წლის წინ. აი ეს ამ პრობლემას შეაწყდნენ და თქვათ აი როგორ გადაწყვიტეს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თუ არა თქვათ აი განსაზღვრელი ეს არის ელექტროტრანსპორტის განვითარება. ანუ მიმდებარე ზონებიდან რომ გაჩნდეს ელექტროტრანსპორტი. და აი ჯერ ეს არის რანგით მოხერხებული, ხო? ბევრად მოხერხებული ვიდრე თქვათ ეს ავტომობილი. ბევრად სწრაფი და ბევრად უფრო იაფი. აი რას გულისხმობ, როგორ უნდა საიდან უნდა კი. განვითარდეს კონკრეტულად რა ჩვენ გვაქვს მიმართულებები და რამდენიმე მიმართულება, დღეს მე ვთქვათ ერთ კონკრეტულ მაგალითზე მინდა ესეთი აქცენტები გადავიტანო. ეს არის ნავთლუღის ნავთლუღის ვაგზლის, ანუ მეტრო სამგორის მიდამოებიდან. ამაზე ბევრჯერ იყო საუბარი, მაგრამ მათ შორის მეც ვიყავი ხოლმე, ვთქვათ, სამსახურებრივად მევალება და ამ თემაზე მუშაობდი. ნავთლუღიდან რუსთავის მიმართულებით ელექტრომატარებლის, გინდა ელექტრომატარებელი დავარქვათ, გინდა ღია მეტრო, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი სერიოზული გადაწყვეტა. მაგრამ ამას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. მარტო იმის გაკეთება, რომ თქვათ ერთი სადგური გავაჩინოთ, ეგ საკითხს ვერ გადაწყვეტავს. თუ თქვათ ჩვენი შეთავაზება არის ეგეთი, რომ გავიაზროთ, მოვძებნოთ სწორი ადგილი, სადაც შეიძლება გაკეთდეს ეგეთი ძალიან დიდი ჰაბი, რომელიც იქნება 10-15,000 მანქანის დაპარკინგების საშუალება და იქ იყოს სადგური, რომელიც დაუკავშირდება პირდაპირ ჩქაროსნული მატარებელი, თქვათ, ნავთლუღის ვაგზალს ან სამგორის მეტროს. ეს მანძილი არის, თქვათ, ესეთი ჩქაროსნული მატარებლისთვის ალბათ 5-7 წუთის მანძილი. რა ვიცი, მე მგონია, რომ არავინ, თქვათ, თავის საზიანო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ყველა გააჭერეს მანქანას და შედათ არც პარკინგის პრობლემა იქნება ქალაქში, არც გადაადგილების, არც დროის, არც აწვავის ღირებულების. ამ ტერიტორიაზე ჩვენ ამ ეტაპზე შეგვიძლია მივმართოთ მანქანები რუსთავის მიმართულებიდან და კახეთის მიმართულებიდანაც. ლილოდან თქვათ გადახო, შეიძლება მაგის დაორგანიზება, რომ იქ გავაკეთოთ ეგეთი ჰაბი. სხვათა შორის ამ ჰაბში მე მარტო ელექტროტრანსპორტს გულისხმობ. მან ძალიან კარგად შეიძლება მოეწყოს ისეთი დიდი ავტობუსები, რომელიც ასევე ესეთი სისტემატიური ყოველ 20 წუთში გავა. ეს ბევრად შეამცირებს მანქანების ნაკადს. ანუ ამ შემთხვევაში აქ საუბარი არის, რომ ადამიანი თქვათ ეხა ცხადია, მარნეულის მიმდებარე სოფლებიდან ეხა ყველგან იქ მას ვერ შევიყვანთ, მაგრამ ადამიანს უნდა შეეძლოს რომ მოვიდეს
გინდა ტაქსით, გინდა თქვა საკუთარი მანქანით მოვიდეს იმ ზონაში, იმ ჰაბში, გააჩეროს თავისი მანქანა და მერე უკვე პრაქტიკულად ის უკვე ჩართული არის თბილისის სატრანსპორტო ქსელში. მივა თუ არა იმ ჰაბში და იმ სადგურზე, ჩართული არის სატრანსპორტო ქსელში. მაგრამ აქ მე ხა ვახო თავისუფლებას მივცევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეს გავამახვილო უკვე როგორც დეველოპერმა და არა როგორც თქვა ტრანსპორტის რაღაცა მეტნაკლებად რაღაცა ინფორმირებული. ძალიან მნიშვნელოვანი არის ყოველთვის, როცა საბიუჯეტო ჩვენი თანხები იხარჯება ხაირათიანად. და ეს რას გულისხმობს? ჩვენი დათვლებით, ძალიან მარტივი დათვლებით, ეს არის დაახლოებით აი ამის ღირებულება დაჯდება დაახლოებით 100-150 მილიონი ლარი. აი ამის გაკეთება. უნდა გავითვალისწინოთ იმას ის რომ ეს სარკინიგზო პროფილი და ლიანდაგები და ეს ინფრასტრუქტურა უკვე არის. არსებობს, უბრალოდ ამას უნდა რაღაცნაირად დაარეგულიროს. შეიძლება იქ ეგრეთ წოდებული განშტოებები, რო თქვათ ერთმანეთს აერიდონ, თქვათ რაღაც ზონებში კეთდება ხოლმე ორი შემხედრე მომავალი მეების გვერდის ავლა, იქ ძალიან ესეთი ზუსტი გათვლები ჭირდება, არიან მაგის სპეციალისტები და გაკეთდება. ეხლა ჩვენ თუ ავიღებთ რუსთავი, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენ თუ ავიღებთ რუსთავის მოსახლეობა, რომელიც დღეს არის 135,000 მოქალაქე, ეს არის დაახლოებით 43,000 ოჯახი. ჩვენ საშუალოდ ქართული ქალაქების მაჩვენებელს თუ ავიღებთ, მათ საკუთრებაში არის დაახლოებით 2,500,000 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი. ხა ღირებულება თქვათ აქ დოლარებში მაქვს, ეს დაახლოებით არსებული საბაზრო ღირებულებით რაც რუსთავში არის, ეს არის დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ღირებულება ყველა ფინა. და ამ პროექტის განხორციელების შემდეგ მე ამას ეპირად არ ვსაუბრობ, ლაპარაკობ ამას სხვა ქვეყნების გამოცდილებით და ასევე ჩვენ მიერ გაკეთებული თქვათ, აი კაპიტალიზაცია როგორ ხდება რამდენიმე სწორი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ. მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ამის გაკეთების მოყვება ის, რომ რუსთავში ბინების ფასები გაიზრდება 15%-ით. ეს არის დაახლოებით კვადრატული მეტრი დოლარებში რომ ვთქვათ 180-200 დოლარით გაიზრდება ფასები. ეს რას ნიშნავს, თქვათ, თუ გადავიყვანთ უკვე საერთო ჯამურ იმაზე, ხა ეგეთი რამე ხდება ხოლმე. ეგრე არ არის, თქვათ, მაგრამ დაანგარიშება ეგრე სწორი არის, როცა ანგარიშობ რა დახარჯე და რა ეფექტი მიიღე. ჩვენ თუ დავხარჯავთ, სახელმწიფო დახარჯავს 50 მილიონ ამერიკულ დოლარს, კაპიტალიზაცია ამით მოხდება 450 მილიონი დოლარი. 9 ჯერ მეტი. 9 ჯერ გაიზრდება, ხო, ძალიან ანუ ეს არის, ძალიან კარგი მაჩვენებელი, როცა სწორედ დააბანდე ფული. ანუ ხალხის ფული ისე ჩადე, რომ 9 ჯერ დიდი ეფექტი მიაღწია. ანუ სახელმწიფომ დახარჯა ფული იმისთვის, რომ გაიზარდოს რუსთავის მოსახლეობის ქონება, მარტივია. არა, მარტივად აი ეს დათვლილი მაქვს პირდაპირ რა. ჩვენ თუ თქვათ ვიანგარიშებთ, რომ მოსახლეობის თითო აი ამაზე იმ წინა რიცხვების მიხედვით 450 მილიონი რომ გავხოთ იმ ოჯახების რაოდენობაზე, დაახლოებით, ხა ეს მეტნაკლებია, ხო ცხადია, ყველა ხვდება, დაახლოებით გასაშველებული თითო ოჯახის ქონება იზრდება 10,000 დოლარით. 27,000 ლარით. ეს ძალიან კაი მაჩვენებელია. თუ ეს ჰაბი გაკეთდა, აქვს ორი ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტი შეიძლება კონდეს. ერთი, რომ რუსთავის მოსახლეობის ქონება გაძვირდება და გაბევრდება და გამდიდრდება შესაბამისად ამ ქალაქის მაცხოვრებელი. მეორე, ისინი ადვილად დაუკავშირდებიან თბილისს და რეალურად თბილისის ერთ-ერთი გარეუბანი გახდება რუსთავი ფაქტობრივად. ეხლა რეალურად ეს ფუნქცია აქვს ოღონდ ცუდი კომუნიკაციით. ანუ ბევრად და ვახო მანდა კიდე სხვა, ეხლა ეს არის პირდაპირი დანახარჯით, პირდაპირი ის რა მოხდება. მაგრამ შემდეგი ეტაპი არის, რომ რამდენი დეველოპერი ეხლაც უკვე არის ეს მოძრაობა რუსთავში. მაგრამ წარმოიდგინე რამდენი დეველოპერისთვის იქნება უკვე კი, პლუს ამას ამ გზაზე Eagle Hills-ი აპირებს სერიოზული პროექტის განვითარებას. ეს ხდება ხოლმე და საინტერესო პროექტია. სწორი გზის გაკეთებით, სწორი თქვათ რაღაც ჰაბის გაკეთება იწვევს ხოლმე საერთოდ მსოფლიოში ეგრე კეთდებოდა
ქალაქები ეგრე ფუძდებოდა, არა თუ არსებული ქალაქი, რომელიც ყოველი მეშვიდე მანქანა შეიძლება ამოვარდეს თბილისიდან. კი. ოღონდ თან ამოვარდეს როგორ რაღაცა იძულების და იმის წესგერ უფრო კაი შეთავაზებით, რომ იმ ადამიანს ეუბნები, ანუ რომ რაც გულისხმობს გასვალობ რა გააჭერე მანქანა და იმოძრავე სადაც გინდა მიდიხარ, მოდიხარ, შენ მოდიხარ ჩარჯდები, ახლოს შენ სახლში სოფლის შენ სახლში მშვიდად მიხვალ და ნაკლებ საწოლს დაწოლ, ნაკლები ღირებულებით, ნაკლებ დროში. მე არ მეგონა თუ მაგდენი მანქანა შემოდიოდა აი ხა ყოველდღიურად დათვლით მაგას და და აი ხლა ზუსტი ციფრი გვექნება რომ არ შევიყვანოთ ჩვენი მაყურებელი შეცდომაში, თუმცა ეს ციფრი აღებული არის გარკვეული სტატისტიკებიდან და ზუსტი ციფრი გვექნება დაახლოებით 10 დღეში მთელი ამ ნუ კვირების ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ვნახეთ ახლა რეალურად რომ ძალიან ბევრი მანქანა შემოდის, ახლა არც ხელოვნური ინტელექტი უნდა, არავის ვის თვალები აქვს, ხედავს რა ხდება, ხო? დილით და საღამოთი თბილისის შემოსასვლელებში ახლა მაგას ახლა იქ 21315 შემოდის თუ რაღაცა ძალიან ბევრი მანქანა შემოდის და წარმოვიდგენთ რომ მაგ მანქანების ნახევარი მოვაკლდეს თბილისში მოძრაობას. აი მარტივად რო ვთქვათ რა. ხო, ძალიან დიდი ეფექტი ექნება. დიდი მადლობა საინტერესო ინიციატივისთვის. ჩვენ ეს კი დავთვალოთ რა და უკვე კონკრეტული ისე გავაკეთებთ ამ ციფრების მონიტორინგს, ამ ტრაფიკის აღრიცხვას ზუსტად და შემდეგ შეთავაზება ჩვენ გონი არა უკვე ჩვენ გადავიტანოთ ეს მაგის ყველაფერი რუკაზე რესურსიც და გვაქვს არა მაგ აი გვინდა კი. მეთქვა უკვე ჩვენ რაღაცა ესეთი ესკიზის დონეზე პროექტი სად შეგვიძლია შეიძლება ეგ უკვე გზებით, შეკრებით, ადგილებით სად შეიძლება და ყველაზე მთავარი რაც არის, ეს აუცილებლად უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ ეს არის თქვენი იდეა და შეთავაზება იმისი, რომ თუ გაქვთ ამ იდეასთან დაკავშირებით თქვენი აზრები, თქვენი მოსაზრებები, ღიაა ეს ორგანიზაცია, არსი, რომ მიიღოს აი ამ ლამაზ სივრცეში, სადაც ახლა ჩაწერას ვახორციელებთ, ადამიანები, გავმართოთ დისკუსიები, მოვისმინოთ თქვენი აზრი და შეიძლება გავაუმჯობესოთ და უკეთეს იდეებამდე მივიდეთ, რასაც შევთავაზებთ გააშუქოს ეს რა ვინც მოვა და რასაც შევთავაზებთ უკვე თავრობას როგორც პროექტს და თუ გააკეთებენ თუ არა და ჩვენი თქვით და ჩვენი გავაკეთეთ.